გამარებაში ყოფილიყავი, როგორ გამარებაშიც ვარ. მაგრამ რას ვიზავთ? შემიძლია რა გავაკეთო? აღარ ვიცი. ყველა რაც უნდა და მიიღო მეგობრებო. ეს არის სიმწრის სიცილი, არ გიგონოთ რომ ეცინება. უბრალოდ აღარ ვარ კარგად. მეგონა ამ პროექტში შემოვიდოდი ხალხო რაღაცა ჩემ თავს რაღაცა კარგად წარმოვაჩენდი, რაღაცას გავაკეთებდი. კარგად წარმოვაჩენ კი არა ხალხო, ყველა მიმიწევს, ყველა ჩემზე არის მომტკარი, რის გამო, არაფრის გამო, აი რაღაცა რატომ აქვს ცუდი სახელი, რომ რაღაც რამდენიმეჯერ შევაკინე ხო გოგოები, რის გამო შევაკინე, აი რეებს აღარ გვიკეთებენ ხალხო, ჯერ ხომ და ჯავახა გაგვაწამეს, 3 დღეა თუ 4 დღეა ფეიკები ხართო, რეებს აღარ გვეძახიან, ხალხო, არ შეიძლება ადამიანი შემიყვარდეს. მეც შოკში ვარ, მეც მართლა შოკში ვარ ხალხო, არ მეგონა თუ ამ პროექტში ადამიანი შემიყვარდებოდა, არასდროს არ მეგონა. თუ აი ესეთი რაღაც მოხდებოდა, სერიოზულად მთელი გულით და სულით გესაუბრებით, ეხლა და მართლა გეუბნებით, რომ აი ყველაფერს დავუშვებდი 2 თვის წინ რა, სანამ პროექტში შევიდოდი, ყველაფერს დავუშვებდი, აი რაც გინდა თქვით, ყველაფერს დავუშვებდი, მაგრამ მე თუ ამ პროექტში ადამიანი შემიყვარდებოდა, მაგას არ დავუშვებდი, არასდროს არ დავუშვებდი. და მოხდა. გამოვშტერდი, შემიყვარდა. გამომაშტერა ადამიანმა, არ ვიცი რა მჭირს, ეს გამოშტერებასთან ძალიან სასიამოვნოა და ძალიან საყვარლობაა. მართლა ძალიან შემიყვარდა ეს ადამიანი და მაქვს მიზეზები, რის გამოც შემიყვარდა ეს ადამიანი, რო არა, არ ვიცი. მე აი ასე არ ვიქნებოდი. კი, ფსიქოლოგიურად, მენტალურად განადგურებული ვარ და პროექტის შემდეგ როგორ უნდა აღვიდგინო ეს ჩემი მენტალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ნამდვილად არ ვიცი. ჩემი თავი აღარ ვარ უკვე და არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება. სიმართლე გითხრათ, ხვალა, ხმის ლიდერი გავხდები თუ წავალ პროექტიდან, მაგასაც მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე ჩემთვის, უკვე ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ აღარ მინდა არაფერი. მამის მერე ნიკა რომ ჩემს გვერდით აღარ იქნება, მაგ პროექტში ჩემ ყოფნასაც აზრი არ აქვს და აღარც მაინტერესებს უკვე ეს ყველაფერი. რადგან აი ესე მოხდა და წყვილი მაინც დააშორეს და ესე გამწირეს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიხაროდა მაგ პროექტში ყოფნა იყო ნიკა. რადგან ნიკა აღარ არის ჩემს გვერდით, არ აქვს ჩემთვის აზრი ამ პროექტში ყოფნას და არ მაინტერესებს უკვე. ასე რომ ღამეები აღარ გაათენოთ და არ იწვალოთ ჩემი ხმების გამო, იმიტომ რომ უკვე აღარ მაინტერესებს. აუსტენ მიდის ჯავახა, არ მიდის. წამოხვედი, არ წამოსვარ, უბრალოდ ლორენცო საბუტრიალი მაგიდა და ძალიან კი მინდოდა რომ სიფათში მომხდარიყო ეგ მაგიდა, მაგრამ ვერ მოხდა, რადგან ეს მაგიდა იყო ძალიან მძიმე და მაგის გამო დღეს გამომიშვეს, რომ ცოტათი დავწყნარებულიყავი. ადამიანი არის არაკაცი, манипуляტორი, უნამუსო, პროვოკატორი ადამიანი ხალხო. პირველივე დღიდანვე შემოვედი თუ არა დაიწყო ჩემთან პროვოკაციები ამ საჭვლის თემაზე, არ ვიცი ვინც უყურებთ პირველი ეპიზოდიდან, შეიძლება გაგახსენეთ. პირველივე დღეს შევდივარ, მანილოსანი ხალი ვარ რაღაცა და მოდის ლორენცო და შენ რა საჭმელების კეთება უნდა შეძლო, რაღაცა ვარ მჯერაო, აბა მოამზადე და დამიმტკიცეო, ეს რაღაც საუბარს იწყებს. მაგის გამო ერთი კვირა მე და ლორენცოს გვქონდა კონფლიქტი. მაგრამ ისე მოხდა რომ შემდეგ სადღაც 2 კვირა იყო გასული პროექტიდან, რომ რაღაცნაირად დავალაგეთ ურთიერთობა და ვისაუბრეთ ამ თემებზე. ადამიანები ვართ, ერთად ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, ხან ვიჩხუბებთ, ხან გვეყარება ერთმანეთი, ხან ვიკამათებთ და რაც გინდა ყველაფერი მოხდება. ვიკამათეთ მე და ლორენცომ ამ ყველაფერზე. პირველი დღე იყო. შემდეგ 2 კვირის მერე დავალაგეთ მოკლედ ეს თემა. მას მე მეგობრობდით და ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა. არასდროს მე ხალხო ლორენცოს არ შევხედავ სხვა თვალით, არასდროს, მართლა ხალხო, რა სისულელი, მეგობრობდი მე მაგ ადამიანთან. სერიოზულად, კარგი ურთიერთობა გქონდა ჩვენ პროექტის გარეთ, პროექტშიც. და რა გამიკეთა, დგება, როდესაც ბოსი გახდა,
როდესაც ერთპიროვნულად დაესვა ერთ-ერთი მონაწილე დგება და მაგ დილით, როდესაც მე და ჯავახას დაგვავალა, რომ ჩვენი მოვალეობა იქნებოდა საჭმელების კეთება ყოველ დღეში ორჯერ დილით და შუა დღეს. ერთ-ერთი დღე იყო, პირველი დღე იყო მისი ბოსობის, ავდექი დილით საუზმეს ვაკეთებთ მე და ჯავახა. შემდეგ შუა დღეს შემოდის ტელეფონები და საუზმეზე არ მოვიდნენ მუზები და ლორენცო. და ტელეფონები შემოდის ხალხო და ვხედავ ესეთ რაღაცას. ხალხი მიყრის სტრიმებს, დედაჩემიც კი. ჩამიგდა სტრიმი, თუ როგორ ჭორაობს ლორენცო ჩემზე და ჯავახაზე მუზებთან. გამოვშტერთ, იმიტომ რომ ლორენცო იყო ადამიანი, ვინც მუზებზე ხადაობდა, ჩვენ კონფლიქტშიც, ჩემი და მუზების კონფლიქტშიც მე მამართლებდა და მუზებს ამტყუნებდა. ყველანაირად იყო ჩემს გვერდით, ძალიან ბევრი ჩხუბის ვიდეო არსებობს, რომ მუზებთან მე მამართლებს ლორენცო. ძალიან ბევრი რამე ალბათ კარგად გახსოვთ. და უცბად ვხედავ სტრიმს, ისევ მაგის გამო ავდექი, რომ აი ამ ხალხს ეჭამა დილის 9 საათზე, თუ რავი რომელი საათი იყო, რომ ამათ რაღაცა მიეღოთ საკვები და გამეკეთებინა რაღაც მე და ჯავახას. და ვხედავ სტრიმს, სადაც აი ამ საუზმის მომზადების დროს ჩემზე ჭორაობენ და ჩემზე ჯავახაზე თუ როგორი ფეიკები ვართ, თუ როგორი აფერისტები ვართ, თუ როგორ ვატყობთ გულშემატკივრებს და აი ეს რაღაცებს ლაპარაკობენ ჩემზე და ჯავახაზე. ხალხო გამოვშტერდი, მართლა გამოვშტერდი რა. რა თქმა უნდა, ლორენცოსთან მივედი მაგაზე, რომ მეთქი შენიდან მაგარი გამენტდა თქო, იმიტომ რომ სულ ლორენცო დამნაშავე ყოფილიყო რაღაცაში, ვაღიარებ, შეიძლება ცოტათი მიკერძოებულობაში ჩამითვალოთ, მაგრამ სულ ლორენცო რაღაცაში მყვენი ყოფილიყო. მე ლორენცოს არ მივიდოდი და არ ვეჩხუბებოდი. ცალკე გავიყვანდი, კი, ცალკე მithქვამს რაღაცაები, რომ აი შენ ზედმეტი მოგდის ლორენცო, ცოტა დაწყნადი დამშვიდი რაღაც, მაგრამ ესე ხალხში მონაწილეებთან არ ვეუბნებოდი არაფერს, იმიტომ რომ მის გვერდში ვიყავი. მაგრამ თვითონ რა გამიკეთა, ყველამ კარგად ნახეთ. აი ესე გამწირა, როცა ბოსი გახდა, გამწირა, უცბად მუზებს შეუძვრა, როდესაც მუზებზე თვითონ ღადაობდა აქეთ. უცბად ჩემი ჰეითერი გახდა და აი ესე ერთ დღეში არაფრიდან გამოწვეული მიზეზებიდან, აი არ ვიცი, არაფრიდან რაღაცა მიზეზები გამოწვა, გააკეთა რაღაცა სისულელები და ჩემს წინააღმდეგ გაიჩიტა. ბოლო 2 დღეა საძინებელში მივარდება, ჯავახამ არაერთხელ გააფრთხილა, რომ ჩვენ საძინებელში აღარ შემოსულიყო, მაგრამ შემოდიოდა. ჯავახაც როცა წასულიყო თავის ძმის დაბადების დღის გამო, მაგდილითაც შემომივარდა რაღაცა და ჩემს და ჯავახას დაიწყო საუბარი. მე გავიღადავე, რომ მეთქი შენ რა იყო ხო არ ეჭვენობ მეთქი, იმიტომ რომ ქალი ვარ ხალხო და ვიცი, როდესაც კაცს მოსწონ ხარ, ხვდები ამ ყველაფერს და ლორენცო უკვე ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა, რომ თითქოს ეჭვიანობდა რა, იმიტომ რომ სულ ჩემთან მოდის, დროშას იმიტომ აძლევს, რომ ვითომ ნიკას ზეგავლენის ქვეშ ვარ. შემდეგ რამდენჯერად ჩვენ რაღაცა საუბარი გქონდა, რაღაც ერთად ვიჯექით, მოსაწევ სივრცეში რაღაც სულ მესაუბრებოდა ნიკაზე და ჩემს გრძნობებზე. ისეთ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს ამ ადამიანს რაღაცა გრძნობა აქვს ჩემს მიმართ, მოუწონვარ, არ ვიცი და თითქოს ჩემზე ეჭვიანობს. მაგიტომ თან ხუმრობით ვუთხარი, რა იყო ხო არ ეჭვიანობ თქო. მას მერე დაიწყო ჩემთან ფლირტაობა. როდესაც მაფიას ვთამაშობდით, ნიკა იყო შესული მოსწევ სივრცეში და გამოვიდა ლორენცო ეს წელზე მომხვია ხელი რა, რომ ძალიან წყინსომარი ამორო შენთან საუბრის საშუალებაო არ მეძლევაო და მეთქი ვინა გიგზავნ ჩემთან საუბარი მეთქი ხელი გავაწევინე და მეთქი ვინა გიგზავნ ჩემთან საუბარი თქო და აი შენი შეყვარებულიო არ მაძლევს იმის უფლებასო რომ შენთან ვისაუბრო და მეთქი ჯერ ერთი მე და ჩემი შეყვარებული სხვადასხვა ადამიანები ვართ მეთქი და ვერავინ ვერ აგიგზავნ ჩემთან საუბარს მეთქი რაზე გინდა ჩემთან საუბარი წამოდე დავილაპარაკოთ თქო არაო ზოგადადო ჩვენი საუბრებიო რაღაცეები როგორც ვიყავით აქამდე რატო აღარ ვართ ისეო რა და კიდე რაღაცა წელზე ასე ხელს თუ რაღაც მომხვია და გავაწევინე ისევ რა და მეთქი რას ამბობ საერთოდ ამ ყველაფრით მეთქი არავინ არ გიშლის ჩემთან საუბარს თქო უბრალოდ რაც შენ გამიკეთე გუშინ თქო აი მუზებთან რო იჭორავა და რაღაც ჩემზე მას შემდეგ მეთქი ჩემგან რა საუბარს მოელი საერთოდ თქო რა ურთიერთობა გინდა თქო რა ეგეთი თემა გავუშვი რა და მეო შენთანო არ მიჭორავია ეს არისო ფაქტიო რა შენ და ნიკასო ქიმიაო არ გაქვთ ერთმანეთთან მეთქი შენ რა იცი მე ვისთან რა ქიმია ანუ ხო ბრმა უნდა იყოს ადამიანი რო ვერ დაინახოს რა მართლა რა ქიმია ამ ქიმია მე მაქვს ლორენცოსთან და ნიკასთან არა მაქვს ქიმია რა სისულელია მართლა
ხო და ამ ყველაფრის შემდეგ მოკლედ მე ესე იწყება ლორენცოს ფლირტი ძალიან რაღაცნაირი გამოხედვები ჩემს მიმართ და რაღაცა და გუშინაც როცა ნასვამი ვიყავი ანუ ვეღადავებოდი რომ ლორენცო რა იყო ხო არ შეგიყვარდი მეთქი და დაჟე ანუ ნიკაც იყო ოთახში მე სტრიმზე არის ყველაფერი რომ მაგიდაზე ავედი მაგიდაზე კი არა და ის სკამები რაც არის ავედი და ლორენცო მეთქი ამ ყველაფერს ძალიან დიდი ხანია გიმალავ და ძალიან შემიყვარდით ხო ვეღადავებოდი ნიკაც იქ იყო რა და ამ ღადაობაში არ ვიცი ეტყობა ძალიან შეტობა და შეყვადა მე უკვე ძალიან ნასვამი ვიყავი მე რო ნასვამი არ ყოფილიყავი ხალხო ანუ ნეტა არ დამელია ნეტა ნიკასთვის დამეჯერებინა და არ დამელია მე რო ნასვამი არ ყოფილიყავი აი მაქს კამის მოწევის დროს ჯერ ხო რაღაცას გადავაბედებდი თავზე აი ამ ყველაფერს ხალხო არ გავუტარებდი არასდროს არ გავუტარებდი ამ ყველაფერს რაც გუშინ გააკეთა და მე სამწუხაროდ ამ ღადაობაში და ირონიაში შევყევი თორე ხო ჯვარი მწერია რა ლორენცოს მიმართ რა უნდა გამაჩნდეს ანუ ეს არის სისულელე თქვენც იცით და მეც ვიცი რომ ეს არის სისულელე რადგან ამ პროექტში ვარ გოგო ვისაც ადამიანი შეუყვარდა და ყველაფერს გააკეთებს ამ ადამიანის გამო ნიკა ყველაფერი გააკეთა რომ შემყარებოდა მართლა და შემიყვარდა არ ვიცი ჩამქოლეთ რაც კიდე გამიკეთეთ ისეთი ხელ ჰეიტია ჩემზე და ხა ამ ყველაფერს მე კიდე უფრო წამოვა რაც გინდათ ის გააკეთეთ უბრალოდ მინდოდა მომეყოლა რა როგორ იყო 30 წლის რაღაც ლორენცო არაკაცი არა ადამიანი უმადური ყველაფერი არ ვიცი რაც კი არსებობს ესე მიწვევდა გუშინ ყველამ კარგად დაინახეთ მეც კი მთვრალზე ვიფიცებოდი რომ ნიკა მიყვარს თქო იმიტომ რომ მართლა მიყვარს ეს ადამიანი გახეული მთვრალი ვიყავი და ვიფიცებოდი რომ ნიკა მიყვარს თქო იმიტომ რომ მართლა მიყვარს ეგ ადამიანი მაგას უნდა და რამე ისეთი წამომცდენოდა რაც არ აწყობდა მაგრამ ვერ წამომაცდევნა იმიტომ რომ არ არის ეგრე მართლა მიყვარს ეს ადამიანი და ეგონა რადგან ნასვამი ვიყავი მე რაღაცას ვიტყოდი რომ ვითომ თამაშობთ ან რაღაც არა მე ვთქვის იმართო რომ მიყვარს ეგ ადამიანი და ეს ჩემთან რაღაც ახლოს მიწევა და თემები თვითონ დაიწყო და მეც ღადაობაში და ირონიაში ავყევი მაგრამ იმ დონეზე ნასვამი ვიყავი რომ ვერ გავიაზრე ამას ნიკა როგორ გაიგებდა ხალხი როგორ გაიგებდა თორე მე ხალხო არაფერი არ გამაჩნია მაგ ადამიანს მიმართ მე ვინც მიყვარს თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით ვის მიუცოცხდი ხალხო რეპს მიწერთ გრცხვენოდეთ ამას ხსნი და ყველა ხსნის ამდენი ხანია და მიუცოცხდიო მიწერთ თქვენს ანუ არ გრცხვენიათ ხალხო ვის მიუცოცხდი და შორდითო იმდენი წერება ანუ არ ვიცი საერთოდ რა ხდება ნიკას ჩემთან ოპერატი არ უნდა მესმის აბსოლუტურად მაგის მდგომარეობის და ყველაფრის მესმის რას ვიზავთ რა გავაკეთო არ ვიცი ერთი წამიდაც კი აღარ მინდა მანდ გაჩერება ამ ყველაფრის შემდეგ რაც მე გამოვიარე მეგონა ამ პროექტით ჩემს ცხოვრებას წინ წავიყვანდი უკეთესობისკენ მაგრამ არა უკან და უკან დამწია რაც მე მანდ გამოვიარე ისე აისახა და ისე აისახი მომავალში ჩემ მენტალურ ჯანმრთელობაზე მე არ შემიძლია ამდენი ანუ არ შემიძლია და всё რა წავედი ხო არ მაქვს მართლა ნერვები 3000 ადამიანი მიყურებს უბრალოდ ბოდიშით მაგრამ აღარ შემიძლია უბრალოდ მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა და უნდა გავიდე ახლა მადლობა ყველას ვინც ჩემს გვერდით ხართ და დაინახა აქ სიმართლე რაც არის სხვა არაფერს თქმა არ შემიძლია ბავშვებო